ახლა სტუდიაში ჩვენი გადაცემის კიდევ ერთი მეგობარი შემოგვიერთდება, რომელიც მართლაც თქვენთვის ძალიან საჭირო საკითხებზე სულ რაღაც 10-20 დღის წინ იყო ჩვენთან სტუდიაში და საუბრობდა თქვენი თხოვნით ბრონქიტის შესახებ, თუმცა დღევანდელი თემა ასევე მისი უშუალო პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად ის ჩვენი გადაცემის სტუმარი დღესაც გახლავთ, ის გახლავთ ინტერვენციული პულმონოლოგი, ფტიზიატრი, მედიცინის დოქტორი ბატონი დავით ჭყონია. მოგზაურობთ ბატონ დავით, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. Დაბრძანდით და პირდაპირ საჭირო საკითხზე დავიწყოთ საუბარი. ერთია, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებზე ვსაუბრობთ და მათი ინფიცირება სეზონური ინფექციების ფონზე გრიპის ვირუსით, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოა, მაგრამ არ გულისხმობს რაღაც ქრონიკულ მძიმე დაავადებებს, რომელთა ფონზეც ეს ვირუსი ძალას იკრებს. მაგრამ მეორეა მდგომარეობები, როდესაც ისედაც არის ინფიცირებული ორგანიზმი და ტუბერკულოზი ინფექციაა. ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვართ. ეს არის სპეციფიკური ინფექცია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმუნიტეტს ემუქრება საფრთხე. ამიტომ იყო, რომ შიცის ეპოქაში ტუბერკულოზი კიდევ უფრო აქტუალური პრობლემა გახდა. როგორია ურთიერთობა მაშინ, როდესაც ორგანიზმის შიგნით, როდესაც არის ტუბერკულოზური პროცესი და ამ ადამიანთა ინფიცირება ხდება გრიპის ვირუსით. როგორია სურათი, როგორია ყოველდღიური თქვენი გამოცდილება, რა რისკებია, რა უნდა იცოდნენ ასეთმა ადამიანებმა და იმ ოჯახებმა, სადაც ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პირი ცხოვრობს. ორი სიტყვით თუნებას მოვცემთ, ვერ მოვასწარი მოსალმება და მინდა ჩემი პატივისცემა ასე ვთქვათ გამოვხატო და მინდა ხაზი გაუსვა თქვენს გადაცემის საჭიროებას. რომ აწვდით მოსახლეობას ინფორმაციას და რაც თქმა ეს ინფორმაცია ძალიან სარწმუნო სპეციალისტებისგან. ეს მინდოდა მეთქვა და დიდი მადლობა ბატონ დავით. რაც შეეხება, ხო, რა თქმა უნდა, ეხა ეს როგორც ვიცით, ეხა ეს ვირუსი ძალიან ეს ასე ვთქვათ პიკურ სტადიაში გვაქვს დღეს და პრაქტიკულად ყველას შეიძლება რომ დაემართოს და ესეც ხდება ჩვენ ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს ხედავთ რომ ეს ვირუსი ძალიან ბობოქრობს და არსებობს რა თქმა უნდა რისკ ჯგუფები, მოწყვლადი ჯგუფები და მათ შორის რა თქმა უნდა ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები და თქვენ სწორედ ზანით ეხა ტუბერკულოზის დროს იმუნური სისტემა დაქვეითებულია ადამიანის და ბუნებრივია რომ გართულებების საფრთხე უფრო მაღალია. თუმცა არის კვლევები ჩატარებული რაღაც განსაკუთრებული განსხვავება და უშუალოდ იგივე კოვიდის დროსაც რაღაც განსაკუთრებული თუმცა ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმები არსებობს და სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის ტუბერკულოზი გვაქვს, ასევე თანხლები ჩვენ მაგალითად ტუბერკულოზი გვაქვს პროგრამები, სადაც ერთობლივად იმართება ტუბერკულოზი, შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, ესეთი კონტინგენტი არის ყველაზე მოწყვლადი და ყველაზე რთულად ესეთ პაციენტებში ხდება გართულებები და კარგი ამბავი ის არის, რომ ალბათ ერთადერთი სფეროა ტუბერკულოზის სფერო საქართველოში, რომელიც არის ყველაზე ორგანიზებული, ბატონო ზაზა მახსენა, ეს სისტემა მთელი ქსელია, სათავო ოფისით ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, ყველა რეგიონში, ანუ წვდომა პაციენტებზე არის ასე ვთქვათ სრული მოცვა, კი, ეს პაციენტები რან აღრიცხვაზე, ასე რომ იგივე ვაქცინირების საკითხი, იგივე მართვის სისწრაფის საკითხი ძალიან კარგად არის მოგვარებული. ბატონ დავით, მოდით კონკრეტულ კითხვას დაგისვამთ მაყურებელთა ინტერესიდან გამომდინარე. ერთია, როდესაც თქვათ ტუბერკულოზი კარგად ნამკურნალებია და ჩვენ შევთანხმდით, ამდენი წელია ბატონი ზაზა დამეთანხმება, ჩვენ საზოგადოებას ყოველთვის შევახსენებთ, რომ ტუბერკულოზი განკურნებადია და ტუბერკულოზს მკურნალობა სჭირდება და ეს მკურნალობა ეფექტიანია. მაგრამ როდესაც ნამკურნალებია პაციენტი, შეიძლება თუ არა გრიპის ვირუსმა გამოიყვანოს წონასწორობიდან პროცესი. ეს ერთი მდგომარეობა. და მეორე არის მდგომარეობა, როდესაც არც თუ ისე მშვიდად არის ორგანიზმი, იმიტომ რომ შეიძლება ახლა არის აქტიურ ფაზაში ტუბერკულოზი და კიდევ თან დაერთო გრიპით ინფიცირება. ეს ორი განსხვავებული სიტუაციაა და რას ველოდებით, რა არის მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ინფორმაციას ვაწვდით დაინტერესებულ საზოგადოებას.
სამწუხაროდ ტუბერკულოზს ახასიათებს ეგრეთ წოდებული რელაპსი, ანუ რეაქტივაცია, ანუ განკურნების შემდეგაც, როცა ჩვენ დავაფიქსირებთ, რომ არის სრული განკურნება, წლების შემდეგ შეიძლება მოხდეს რეაქტივაცია. ამას სხვა მიზეზები უწყობს ხელს, ბუნებრივია. ერთ-ერთ მიზეზთაგანი შეიძლება ჩაითვალოს ვირუსი, მით უმეტეს ისეთი მდგომარეობა, როცა ეხლა გვაქვს მაგრამ ბევრი სხვადასხვა ვირუსი ცირკულირებს. არის ცოტა როგორც წინა გადაცემაში ვახსენე, იმ გამოცდილებიდან რაც ეხლა გვაქვს ჩვენ პაციენტებს ვიღებთ ვესაუბრებით, არის ცოტა უფრო მეტად ახასიათებს გართულებები, ბაქტერიული სახის გართულებები. რაც შეეხება ტუბერკულოზს, არის ტუბერკულოზისგან განკურნებული პაციენტები, შეიძლება არც არის რელაპსი, მაგრამ ასეთ პაციენტებს აქვთ ფილტვების დაზიანებული უბნები. ჩვენ გვაქვს ესეთი დაავადება თავის კოდით, რომელსაც ქვია ტუბერკულოზის შედეგები. ანუ რას მოიცავს? ტუბერკულოზის შედეგებში არის ნარჩენი ღრუებიც კი არის ზოგჯერ. ჩვენ როცა რადიოლოგიურად ვიკვლევთ ესეთ პაციენტებს, განკურნებულ პაციენტებს, ვინც აღარ არიან ბაქტერია გამომყოფები და ითვლებიან განკურნებულად, მათ აქვთ ქრონიკული მძიმე დაავადებები. როგორც არის ბრონქოექტაზია მაგალითად, როგორც არის ფქოდი და ასე შემდეგ. ასეთ პაციენტებში, რა თქმა უნდა, გართულებები ვირუსისგან გამოწვეული არის უფრო მეტი. აქ ყველაზე ზეგი რთული მომენტი ის არის, თავად ვირუსისგან კი არა. როგორც წესი, ესეთ პაციენტები, სადაც არის ნარჩენი ცვლილებები, როგორც ჩვენ ფიზიატრები ვეძახით, მეორად ინფექციას. იქ იწყებს კოლონიზაციას ბაქტერიები, ისეთი როგორიც არის სტაფილოკოკი, ხო, სტრეპტოკოკი, ფსევდომონა და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევებში უკვე იქ ჩვენ ვიღებთ როგორც წესი პნევმონიას, როგორც წესი გართულებებს, ბრონხოექტაზიურ ავტომობილს და ეს უკვე ხდება მძიმე სამართავი და ორგანიზმის წარმოადგენს, ასე ვთქვათ, საიშროებას. როდესაც ადამიანს აქვს რაღაც საჭიროება, თქვენ წინა შეხვედრაზეც ბრძანეთ ინტერვენციის როლი, მაგალითად ბრონქიტების მართვაში. ანუ უნდა ჩავერიოთ და ტუბერკულოზის შემთხვევაში ზოგჯერ გადაუდებელია ასეთი ჩარევა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაავადების მართვისათვის პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მისი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, გრიპის ფონზე ინფიცირების შემთხვევაში, თუ მდგომარეობა თულდება და თქვენ როგორც ბრძანებთ, იდეალურად მოწესრიგებული ნამკურნალები პაციენტის შემთხვევაშიც კი შეიძლება წონასწორობიდან გამოვიდეს. მაშინ რას ვაკეთებთ? სანამ გრიპის სეზონი არ ჩაივლის, აღარ ჩავერევით, აღარ მართავთ ტუბერკულოზის მქონე პაციენტებს, თუ განსხვავებულია ასეთ დროს მიდგომა, ეძებთ ოქროს შუალედს, როგორ შეინარჩუნოთ ერთი მხრივ ტუბერკულოზის მართვის შესაძლებლობა და მეორე მხრივ ნაკლები ზიანი მიაყენოს გრიპის ვირუსმა. აი, მოგახსენებთ, ეხლა რაც შეეხება ინტერვენციულ პულმონოლოგიურ ინტერვენციებს ტუბერკულოზის დროს. ჩვენ პირდაპირ გვაქვს, ესე იგი, ტუბერკულოზის მართვის ახალ გაიდლაინში, სამკვლევში, როგორც სამკურნალო მეთოდი, ინტერვენციული მეთოდი, რომელსაც ქვია სარქლოვანი ბრონქობლოკაცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ტუბერკულოზის აქტიური ფორმების დროს და სრულად უფინანსებს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა ტუბერკულოზის მქონე პაციენტებს. რაც მდგომარეობს იმაში, რომ ტუბერკულოზური პროცესის ღრუების არსებობის და ფილტვში ასეთი რღვევის უბნების არსებობის დროს იმ უბანს ჩვენ ვახშობთ ბლოკატორით და ამით ხელს უწყობთ სწრაფ შეხორცებას, სწრაფ განკურნებას. განსაკუთრებით ისეთ პირებში, ვისაც აქვს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი, სადაც წამლე მედიკამენტოზური მკურნალობა ნაკლებ ეფექტურია. და რა თქმა უნდა არის ეხლა როგორც ქირურგებს ასე ჩვენ ინტერვენციებს გვიყვართ ინტერვენციონისტებს გვიყვარს ასე შვიდ გეგმიურ ინტერვენციების კეთება და არა დაუშვათ გადაუდებელია საიცოცხლო ჩვენები. თუმცა ეს მეთოდი გამოიყენება ისეთი გადაუდებელი და საიცოცხლო შემთხვევის დროს როგორც არის სისტენა ფილტვებიდან, რომელიც არც თუ ისე იშვიათია და შეიძლება იყოს გამოწვეული დაუშვათ გამწვავებით პროცესის და ასეთ სისტემებში ვირუსით გამოწვეული. მათ შორის დიახ და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვიყენებთ ამ მეთოდს და საკმაოდ წარმატებით. მოკლედ უნდა ვთქვათ აუცილებლად ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს პრობლემა, ხომ? ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი გამძლე
ტუბერკულოზის და მეორე მხრივ საჭიროება თუნდაც ტუბერკულოზის ფონზე განვითარებული გართულებების დროს გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში რომ გამოვიყენოთ ანტიბიოტიკოთერაპია, იმიტომ რომ ადამიანს აუცილებლად უნდა უმკურნალოთ. ორივეს გეკითხებით ამ შემთხვევაში და მაქსიმალურად მოკლედ რომ უპასუხოთ. ბატონო. ანტიბიოტიკორეზისტენტობა ეს არის პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ ტუბერკულოზის მიმართ, არამედ სამყაროში დგას და დადგება ხვალგაცილებით მეტი სიმძაფრით აი ამ ბაქტერიული აგენტის მიმართ. სწორედ ერთ-ერთი განმაპირობებელი ჩვენ რაც ბრძანეთ თქვენ და მე მოვყევი მცირე ისტორია პარიზის კონგრესის შესახებ. იქ იყო ჩვენი წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო ტუბერკულოზის წამალმდგრადი, სწორედ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ფორმების მკურნალობის სამკურნალო რეჟიმების დანერგვა, მოკლევადიანი რეჟიმების. ადრე წლები სჭირდებოდა 2 და მეტი წელი, სულ რაღაც 10-20 წლის წინ ტუბერკულოზის წამალმდგრადი ფორმების მკურნალობას. ახალი პრეპარატების და ახალი სამკურნალო სქემების შემთხვევაში ეს რეჟიმები შემცირდა 9 თვემდე და ეხლა უკვე 6 თვემდე ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა. მუშაობთ აქტიურად, რომ 4 თვიანი რეჟიმებიც კი დაინერგოს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ამით აღმოიფხრო. პირიქით, სამწუხაროდ გაჩნდა რეზისტენტობა უკვე ახალი მედიკამენტების მიმართაც და გამოიწვია ეს სწორედ არასწორმა ძირითადად მიდგომებმა მათ შორის სამედიცინო სფეროში და მის მიღმაც, ვინაიდან თვითნებური მკურნალობის შემთხვევები გახშირდა ანტიბიოტიკების ესეთი მეზობლის თუ მეგობრის თუ ახლობლის რჩევით. არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე მედიცინის, რომელმაც შეიძლება სამწუხაროდ მალევე რარიტეტად აქციოს თვითონ ანტიბიოტიკი, რომელსაც თავისი შედეგი, ეფექტი მერე შეიძლება არ ჰქონდეს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. და ამის გათვალისწინებით როგორ მკურნალობთ დღეს იმ ადამიანებს, ვისაც ტუბერკულოზის ფონზე თქვათ გრიპის ვირუსის გართულება აქვს. ჩვენ ამ ადამიანების შემთხვევაში ორივე პრობლემას ერთდროულად ვითვალისწინებთ, ამის საჭიროება გვაქვს, ამის აუცილებლობა გვაქვს. რამდენად უნდა გაითვალისწინოს ეს პაციენტმა და მისმა ოჯახმა? რა თქმა უნდა, ისე მოგახსენებთ, თუ გართულდა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლები არსებობს, ანტიტუბერკულოზური ქიმიოთერაპია თავის სქემებით და არსებობს მეორად ფლორას, რასაც ჩვენ ვეძახით, ანუ თუ დაერთო იქ ბაქტერიები, შეიძლება აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ, ესეთი წესია, აი რომც არ კონდეს პაციენტს ტუბერკულოზი, როგორც წესი პნევმონიების და ქრონიკული ბრონხიტის და სხვა ფილტვის დაავადებების უნდა ჩვენ წვავე პერიოდში გამოვიკვლიოთ ნახველი. თუ ნახველს ვერ ვიკვლიოთ, უნდა ავიღოთ ბრონხის ამონარეცხი, რომ ვიცოდეთ რა ბაქტერია გამომწვევი და გავაკეთოთ ანტიბიოტიკოგრამა. ანუ ხშირ შემთხვევაში როცა ვაკეთებთ ანტიბიოტიკოგრამას, ძალიან ბევრი ანტიბიოტიკის მიმართ გამძლეა ის გამომწვევი, რომელიც პაციენტს აქვს. და ხშირ შემთხვევაში პაციენტი და ამ რეზისტენტობას იწვევს ესეთი უსისტემო მიღება. ადამიანს ზოგჯერ არც სიცხე აქვს, არც სისხლის საერთო ანალიზი მაინც რო გავიკეთოთ, იქ ანთების მარკერები, დაუშვათ ლეიკოციტები, ნეიტროფილები, არის ანთების მარკერები, რომლითაც ჩვენ საზღვრობთ აქ ანთება არის თუ არ არის. და რაღაცა 2-3 ნიშანი მაინც თუ არის და პლუს ნახველის ბაქტერიოლოგიას გავაკეთებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ თამამად შეგვიძლია უკვე აი მონაცემის საფუძველზე და მიზან მიმართულად დანიშნოთ ანტიბიოტიკი, რომელსაც აქვს შედეგი. სხვა შემთხვევაში უკუ შედეგს ვიღებთ და აუტოიმუნურ დაავადებებს და გართულებებს და ტუბერკულოზის შემთხვევაში განსაკუთრებით გასათვალისწინებელია. პირიქით ასუსტებს ადამიანის ორგანიზმს ის არასაჭირო ანტიბიოტიკები. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო დღევანდელი სტუმრობისთვის. მე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და კოლეგებს მიულოცავ ამ დიდ წარმატებას, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არის ნამდვილად თითოეული იმ ექიმის გამარჯვება, ვინც ამისთვის მთელი სიცოცხლეს საკუთარი პროფესიული გზა, საკუთარი ცხოვრება ამას დაუთმო და მეორე მხრივ თითოეული ექიმის წარმატება საბოლოო ჯამში არის ჩვენი ქვეყნის და ქართული მედიცინის დიდი წარმატება და რაც ძალიან გვახარებს. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები ბრძანდებოდნენ ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი პროფესორი ზაზა ავალიანი, ექიმი ფტიზიატრი, ინტერვენციული პულმონოლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი დავით ჭყონია. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და ვიდეო რჩევა გვექნება, რომელიც ტუბერკულოზთან დაკავშირებით ზოგიერთ აუცილებელ ინფორმაციას გაგვახსენებს და რომლის მომზადებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ ქალბატონ ლამარა ვაშაკიძეს.
შევაჩეროთ ტუბერკულოზი. ტუბერკულოზი გადაეცემა ჰაერიდან დაბინძურებულ ზედაპირთან კონტაქტის გზით დაავადებული ადამიანის, ხველის, ცემინების, ყვირილის ან სიმღერის დროს. ტუბერკულოზის აღმოსაჩენად უნდა ვიცოდეთ დაავადების შემდეგი ნიშნები. ხველა 2 კვირაზე მეტხანს, სისუსტე, უმადობა, წონაში კლება, სუბფებრილური ტემპერატურა დღის მეორე ნახევარში. პირველი ნიშნების აღმოჩენისთანავე დროულად მიმართეთ ექიმს. თანმიმდევრულად შეასრულეთ ექიმის ყველა რეკომენდაცია. გამოიჩინეთ ნებისყოფა და მაქსიმალურად ეცადეთ არ შეწყვიტოთ მკურნალობა. მხოლოდ სრულყოფილი თერაპია არის განკურნების და რეზისტენტობის თავიდან აცილების წინაპირობა. დაავადებული პირის ახლობლების და ოჯახის წევრების დასაცავად აუცილებელია. პირადი და ხველის ჰიგიენის დაცვა. ოთახის, ბინის ხშირი განიავება. დაუშვებელია ბავშვს ეძინოს დაავადებული ადამიანის გვერდით საერთო ოთახში, მით უფრო საერთო საძოლში. ტუბერკულოზის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება ჯანსაღი ცხოვრების წესია. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით.